Mevlud Yasamidze. გურიაში თქვენ მოგალით მაზრის უფროსი. დიახ. მე მოვგალ. კობულეთის პოლიციას თქვენ დაეცით და იარაღი მოსტაცეთ? დიახ, მე დავეცი და იარაღით მეწავართვი. გლეხებს თქვენ მოუწოდებდით ბეგარაძემ უგახვალთ და გადასახადი არ გადაიხადოთო? ეგეც მართალია. ქედაში თქვენ მოგალით ორი ჩაფარი. მეზობელი ქალის სინდისი და პატიოსნება დავცავი. ქალის კივილი შემომესმა, შველას ითხოვდა. ერთი იქვე მოვკალი მისივე თოფით. მეორე მგაქცევა დააპირა, მარა? თავს უშველე, მევლუდ. ვიხარ? Дорожный инженер Пасик. Пасики. გზის მშენებელი ინჟინერი. აქ 3000-ია. ხულოს გზის მშენებელი მუშებისთვის ჯამაგირი მიმაქვს.
წუღე მეთქი. შვიდობით იარეთ. კარაკარი. დავედით. დავედით ჩქარა. საიდუმლო პაკეტია ბათუმიდან თოფანბეგ. ურიადრიქსი მიხმე. ეხლავე. რას მიბრძანებთ? მევლუდია სამიძე გადმოსულა ქედაში. ჰა? მე მეგონა ოსმალეთში იყო გადახვეწილი თოფანბეგ. გუბერნატორის წერილია. შეგროვილი მასალების მიხედვით მევლუდია სამიძე ქედის მაზრას აფარებს თავს. მის შესაბრობად ყოველგვარი ზომები მიიღეთო. მაი არა კაი საქმე თოფანბეგ. არა. გულებში ათი. სანდოგაცი მოძებნე მევლუდის სახლს უთვალთვალს. რაგი აქეთ გადმოვიდა შინაც უსათუოდ მივა. მე კი ავალ გულებში თოფანბეგ, მარა მევლუდაის დაჭერა არც ისე იოლი საქმეა. ხალხიც აიყვანე. ახლო-მახლო წყეები მოჩხრიკე. კვალს თუ მიაგენი? პირადად მე შემატოვინე. ზათი საქმეს მიხედე. გასაგებია. ისეც ასე. ეს ცალკე დადა. საკეთებს. ერთი. ახოთა ისეც. 500-იანები არის კიდე. აი გაიფარა. იგი ამაფერი მეორე. დაჩარამე. საქმე ახლა ეს. ამდენი ფულის პატრონ საჭირო ნატრებოდეს. არჯობდა ინდაური წაგვერთმია იმ ფულის ნაცვლად. შენ იხუმრე ძაბია და 2 დღეა ლუკმარ ჩამსვლია პირში. რას წოწონებ, ჯო? არ ჩვენ ყოფილვართ ქორწილში მაყრებად. ეგ არაფერი. სადაც ანუგრი ამოვა და კარგადაც მოულხენთ, ჰა? ჯვებე, მიდიეთ შედებურად ჩამოკარი. ეგება ამ ყუს დარგოს რამე. შიმშილის წამალი ჭადის ნატეხია, ჩემო ძმაო. დიაგონმა უთხრა უდელსო, რასაკეთებ ჩემზე მეცო. შენოდრაბეში მუშაობ, მე აქედან გიწყობ ხელსო. ხოჯამ უთხრა მუჰამედსო, რა დარშობის იგეთესო. ჩემი ლაცვა თუ გაგვია, შენ მისვამ წერზე ხელსო. გერჯებ დაზვერე. რა მოხდა? შაშვით ყולה არ დაფრთხებოდა. არ გაინძრე. ადექი. მეულდასთან მიმიყვანე. იარე.
მარტო ხარ? მარტო ვარ. რას დიახატები ამ დღეში? თქვენ დაგეძებთ. სიკვდილი მოგინდა? რაზმში უნდა მიმიღო. ჩვენი რა შეგეხარ, ბაჭო? შიმშილი, სიტიტულე. დღე ხეტიალი მხეცი ვიცი ცოცხლო თუ ძაღლი ვიცი კვდილი. ეგ არც მე მაკლია. მარტო წანწალს თქვენთან ყოფნა მირჩევნია. სადაური ხარ? ფურთუელი ვარ ილიას. ხელაძე? ო, ხელაძე. გსმენია შენი ამბავი. გამარჯობა ილიას შენი. აფერ მოგვაგენი ამ დღეში. ოჩახ? კაი ხანს გეძებეთ. დუბრუნე რეჯები არაღი. ერმინეს ბიჭია ილიას. გამარჯობა. გეშელა, ნუკრია. საჭმელი მოგვიტანა. გაგაში. მოდი ნუკრია. რამძიმეა. მოდი ბაბა. რასუნია. მოდი. გაიხარე, ბიჭია, გაიხარე. დაანაწილე. მოდი ბაბა, დაჯექ. მოდი. აბა, ბიჭებო. აგერ მომაწოდე აგერ. აბა. შქარა დაჭერი. ხوار შეგეშინდა ბაბა. რა ამბავია მოიტაი ნუკრე? ბექირა ყაზანჯოღლი, იალაღებს და სემია და საქონელი წუყვანია. მერე? ორი მწყემსია დაჭრილი. გულებში თუ იყავ? ვიყავი. პატიც ძმები ეხმარებიან. სასმელ-საჭმელს არ აკლებენ. ბაღანაც კარგათაა. ნახე შენ. კი, 4 კიჭი ამოსვლია. ვაშკაცია უკვე. შენი ვაშკაცი. განძი მომეცერდი. წევედი ერმილემე. რეჯებ. ჩვენე. თქვენს მარჯვენას ვეყურბანე. ნუ მიატირებთ მეულოც. მარტო ხელაკაცი ჭამაშია ცუდვაო. ეიძილიას. ერთვი. სალამ ალეიქუმ მეულუდ ეფენდი. გაგიმარჯოს ყაზანჯოღლი. ხომშვიდობა. რა საქმე გაქვს? გისმენ ეფენდი. გავიგე? ბაშუმის საძოვრებიდან საქონელი წაიყვანაო. მართალია? მერე იმ საქონელთან შერახელი გაქვს. რასაც გეკითხები? ჯერ იმაზე გემეცი პასუხი. ასეთ შეკითხვებს მეულუდ ეფენდი. პოლიციელები იძლევიან და არა ყაჩაღები. საქონელი გლეხებისა იყო ბეკირ ეფენდი. მერე? რა სერჩოდი გლეხებს? ეგ ჩემი საქმეა. საქონელს ან პატრონებს დაუბრუნებ. ან კიდევ საფასურს გადაუხდი გასაგებია? გირჩევნია შენ საქმეს მიხედო მეულუდ ეფენდი. ფადი. ფადი. მოდი. როგორ მომენატრე ფადი.
ნაჯიკი პატი. როგორ ხართ პატი? მეულოდ, ჩემო იმედო, ფრთხილად იყავი. მოერიდე მაგ მხეცებს. წადი შორს გადაიკარგე აქედან. ოღონდ შენ ცოცხალი იყავ. ცოცხალი. ნუ გეშინია პატი. ბავშვი როგორ არის? ჩვენ კარგად ვართ. ბავშვს მე გაგიზრდი. ისე გაგიზრდი, როგორც შენისთანა ვაშკაცს ეკადრება. ოღონდ შვილს ნუ დამეობლებ. ნუ დამაქვრივებ მეულოდ. პატი. იცოცხლე და შენი სიყვარული ჩვენც გვაცოცხლე მეულოდ. ნუ გეშინია პატი. ნუ გეშინია. ისე მოიქცევი როგორც საჭიროა. ოღონდ შენ შვილს მიმეხედე. შვილს. იყავი ცოცხალი ჩემო მეულოდ და მეც მაცოცხლე. ო, ჩემო კარგო. დამშვიდდი. დარწმუნებული იყავი. მეულოდ დიასამიძე შენ სახელს და ღირსებას ისე დაიცავს, როგორც გეკადრება. ჩემი იმედი მუდამ გქონდეს. მამასახლისო. მობრძანდით, შევქეთ აღა, მობრძანდით. ხილი და შერბეთი მიერთვით. სხვაი? სოფელში რა ამბებია, ჯემალ ეფენდი? ცხოვრობთ გამჩენის წყალობით, მაგრამ ყაჩაღებმა შეგვაწუხეს ნამეტანი. ალბათ თქვენს გეიგებდით. საქონელი მოუტაციათ. ვინ ყოფილა, ვის გაუდენია? ბექირაძე ამბობენ წყემსები. ახალციხელ ყაჩაღზე, ყაზანჯოღლიზე. ტყუილია მაი მამასახლისო. ჯემალ ეფენდი, მეულუდა დიასამიძე გამოჩენილა ქედაში. ფოსტა წაუღია. 100 თვალი და ყური გამოიბი. შინ აუცილებლად დაბრუნდება და იმ წუთში შემატყობია. ბატონი ბრძანდებით. ყაჩაღი და საძოვარზე გასული რემი ერთია. არც ერთმა არც და არც მეორემ დაბრუნდება თუ არა. ვიცი ერმილე, ვიცი, მაგრამ ჩემი ახლა ბათუმში წასვლა აუცილებელია. ჯანუყვაძის რაზმი რომ შემოვიერთოთ. უფრო არ გავმაგრდებით, გავძლიერდებით. რას დაგვაკლებენ მერე? ამეტანი გაგვიჭირდება ამდენი ხალხის შენახვა. სხვა გზა არ გვაქვს ერმილე ბატონო. ბევრი რომ ვიქნებით, ერთდროულად დავეცემით თავს მაზრებს. ბოქაულებსა და პოლიციელებს მუსს გავავლებთ. ხალხის მხარში ამოგვიდგებათ ალბათ. თელ საჭარას მოაცილებთ ამ ძაღლებს. ამით რა გამოვაჩემო მეულოდ? ის გამოვაჩემო ბატონო. ძაღლები გამოელევათ. იმათ ადგილას კაიკაცებს დასვამენ. იგება ჩვენს გვეშველოს რამე. კი ბატონო.
თუ კი ჯანუყვაძე თანახმაა, მე რა მეთქმის. დღეს რა უნდა წავიდე? ბათუმში ყოფილა. ეგება გეჭუისრო. ბათლომე, გამარჯობა. მეულოდ გამარჯობა შენი. შენი დახმარება მჭირდება ბათლომე ბატონო. გისმენ? ესე ჭანუყვაძე ყოფილა ბათუმში უნდა შემახვედრო. სად იქნება? სადაც მეტყვი. სტეფანე ბუაჩიძის ტრაქტირში ვიქნებით შებინდებისას. აბა შენიცი. გამარჯობა ესე ბატონო. ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა და ამიტომჟე გაწუხეთ. რა ვაგეგადრება, ჩემო მეულოდ. მობძანდით. რომ ცუდრა და მე თვითონ ჩამოვიდოდი კედაში. დავძანდით. მადლობთ. შორიდან მსმენია თქვენი ამბავი ესე ბატონო. ჩემსაც გეიგებდით ალბათ. უსამართლობას ვებძვით ორივე, მაგრამ ცალკ-ცალკე. იქნებ გავერთიანდეთ ესე ბატონო. ერთად ვიმოქმედოთ. კაია, კაი დაგემართოს, მაგრამ ვის უნახავს ყაჩაღების გადატრიალებული სახელმწიფო? თქვენ ისე ლაპარაკობთ ესე ბატონო, თითქოს ჩოხატაურის პრისტავი თქვენ კი არა მე მომეკლას. ოზურგეთის მაზრის უფროსი მე ჩამომეკიდოს ხეზე. სხვა დრო დადგა ჩემო მეულოდ. მთელი დაბა სოფელი ჯარითაა გამაგრებული. ერთი თოფი რომ გავარდეს, მთელ სოფელს იკლებენ. ეს უნდა კიდევ ამ გაჭირებულ ხალხს. გოლიცინმა სახჩობელებით აავსო მთელი ამიერკავკასია. აბა რა ვქნათ ესე ბატონო? რას გვირჩევ? ბათუმში უკვე შეიქმნა მუშათა ორგანიზაცია, რომელსაც კომიტეტი ხელმძღვანელობს. თქვენცი მახალი თაობის ხალხში ხომ არ ურავი ხართ? კი, კომიტეტი ახლო-მახლო სოფლებიდან ივსება. ჩემს ბიჭებს ყალბი პასპორტები უშოვე და ქალაქში გავფანტე. ზოგი როთშილდის ქარხანაშია, ზოგი მანთაშოვთან. დრო რომ მოვა, გამოვალთ, ბრძოლებს ქუჩაში გავმართავთ. შენც ამას გირჩევ. ჩამოიყვანე შენი ბიჭები. პასპორტებსა და ქარხანაში მოწყობას კომიტეტი ითავებს. გაგვიმარჯოს. ერმილე მამალაძე რა ვამყავს? ხომ კარგადაა? რას იზამს? მოგეხსენება დღეში გასული კაცის ამბავი. ჩემს წინადადებაზე რა სიტყვი? არა ბატონო ესე. ქარხანაში მუშაობა რა ყაჩაღის საქმეა. ისე თუ დაგჭირდეთ, გვიხმეთ და თქვენთან გავჩნდებით. ფულსაც გიშოვით. აბა შენიც ქარხანაში ჩამოდითო. კომიტეტის წევრები გახდითო. პასპორტებსაც დიირიგებთო. თლად გადელებულა ის ჭანუყვაძე. თავრობა დანაშაულს გაპატიებს შენ. ვერ გეიგებ შეკაცო. იმალება ის ხალხი თურმე. სხვისი გვარი ცხოვრობს. პასპორტებიც გქონიათ. პასპორტი და ყაჩაღი არ გამიგია მე. იარაღია ჩემი პასპორტი. თქვათ მიცნო ვიღაცა ქარხანაში. ხომ ჩამომკიდეს ხეზე. მართალია, მართალია. არც მასია საქმე.
ჭანუყვაძე მართლა ბეჭი კი არ არის. რა კი გადაწყვიტა, ალბათ ასე იყო საჭირო. მე მგონი მართალია ჩვენი ილიასი. პასპორტები ბევრი ფული ჯდება. ქარხანა და კომიტეტი რა ჩვენი საქმეა. ჩვენ სხვა ხალხი ვართ. სხვანაირად დავებრძოლოთ უსამართლობას. სხვანაირად. მაინც რაფერ. იცი შენ ჩემი აზრი. უსისხლოდ და უიარაღოდ დიდი საქმე არ გეთდება. იარაღს ბევრი ფული უნდა. ნაღდი ფული, რომელიც მე არსად არ მეგულება. მეულოდ ჩემო. თავრობასთან ომი რა ყაჭაღის საქმე. აბა რა ვქნათ ილიას? ვიждეთ ასე და ვქეკოთ ნაცარი. რატო? საქმის მეტი რა არის? ყაჭაღი მიტომაა, ყაჭაღი რომ უნდა იყაჭაღოს. თორემ ისე შიმშილით ამოგვხდება სული. აბა ესაა საქმე? სამთარი კაცს მოგოდგა და ჩვენ არც იარაღი გვაქვს. არც ტანსაცმელი, არც სასმელ საჭმელი და არც ფული. ჩვენ ცხოვრება ასე შეუძლებელია. აბა რას გვირჩევ ჩემო ილიას? აბას თუმანში ერთ გრაფინიას 10,000 თუმანი ჰქონია ნაღდი ფული. რა სიტყვი? Вам кого, господа? გრაფინიას მოახსენეთ. აჭარიდან ბეგები გიახლათკო. ხიმშიაშვილი და აბუსერიძე. ჩვენი სამთავროს სახელით გსურს სალამი უძღვნათ გრაფინიას. Ваши визитные карточки, господа. აჭარაში ესეთები მიღებული არ არის. მოახსენეთ. იბრაგიმ ბეგ ხიმშიაშვილი, ოსმან ბეგ აბუსერიძე გიახლათკო. Вы Ибрагим Бек? Пожалуйста. Подождите. მე აქედან უფულო წამსლელი არ ვარ. მაქვს პატივი გაგეცნოთ. გრაფინიას ახლობელი და მეგობარი თავადი ლევან მიქელაძე. დიდად სასიამოვნოა თავადო თქვენი გაცნობა. გაიცანით, ოსმან ბეგ გაბუსერიძე გახლავთ. სასიამოვნოა. გრაფინია, ეხლავე მიგიღებთ. წამობრძანდით. გთხოვთ ბატონებო. მადლოდეთ დიდი რუსეთის მეფეს, რომ ორი მოსიყვარულე ძმა კვლავ ერთჯერ ქვეშ შეგვარა და თავისი ძლევამოსილი კალთა გადაგვაფარა. ის რომ არა, ალბათ დღესაც მოცილებული იქნებოდა თქვენი მშვენიერი კუთხე საქართველოს. მართალი ბრძანდებით თავად. Пожалуйста, садитесь. გთხოვთ დავბრძანდეთ. Прошу вас. Я вас слушаю. გისმენთ. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ნუ აღელდებით ქალბატონო. თქვენც თავადო ზედმეტ ვაჟკაცობას ნუ გამოიჩენთ. თავი არ გაიფუჭოთ. ჩვენ ცოტაოდენ ფულს ავიღებთ. თუ ზედმეტი ხმაური არ ატყდება, ძალიან კარგი იქნება. თუ არა და Боже мой! Что с вами, графиня? ღვთისმშობლისათვის ვალენტინა ივანოვნა. ნუ აღელდებით. ასიაჯობებს. ფული მეთქი! Графиня, ключи. მეეცით გასაღები. სად ინახავთ? მეორე ოთახში. თქვენთან ერთი სათხოვარი მოქვს თავადო. ამ ამბავს 1 საათის განმავლობაში ნურავის გავამხელთ. თორემ ახალგაზრდა კაცი ხართ. მეწოდებით.
Господи, помоги. ნიას გაუმარჯოს. იცოცხლე, მევლუდ, იცოცხლე. რა არის ახალი ნიას? ლაზანჯოღლი არ ამოსულა, ხო? არა, არც მინდა მოვიდეს. ნუ გაშინია ნიას. აცე ვეღარ წაგართმევს ვერაფერს, ძველს ამით გუსწორდი. ღმერთმა გაცოცხლოს, მევლუდ. შედრო მარ იყო რა ეშველება საწყალკაცს. კარგად ნიას. თუ დაგჭირდეს ამოგიტან კიდე. იცოცხლე, გაიხარე. მე ჩამოვედი დამსჯელი რაზმით, რათა შევიპყრო ავაზაკი მევლუდ დიასამიძე. თქვენ გავალებთ დაჭერის ორგანიზაციას. გამოიყენეთ ჩემი დამსჯელი რაზმი. თუ საჭირო იქნება, ჯარს კიდევ დაგახმართ. ყოველ სოფელში იყოლიეთ სანდო ხალხი. გაძლევთ ვადას 10 დღეს. წარმატებას გისურვებთ. შენი ხეთა მხარე ჩაკეტე. ამყევით. საბუთები წარმოადგენთ. Дорожный инженер. გზის მშენებელი ინჟინერი პასიკი. Это моя жена. Доктор. ჩემი ცოლი, ექიმი. ჰეი! შეჩერდი. ინახარ. საიდან მოდიხარ? ასეთი ვაშკაცები თუ ხართ? დიასამიძეს დახვედროდით. რომ ააკლებიეთ ქვეყანა. შენ საიდან იცი დიასამიძის ამბავი? აბერტო არ ვიცი ქვეყანა ლაპარიკობს. ხალხი თუ ხოცია გუშინ. მაგრამ არც მას დაყრია ხეირი. შევკეთაღას ნასტროლი ტყვია მოხვედრია ზურგში. ამხანაგეს თუ უყვანიათ დღეში დაჭრილი. გაატარეთ. ამ გზით წადით. ცხენი დადი მიჯედოთ. შენ გეძებენ მევლუდ. წადი დაიმალე თუ არა გიცნობენ. ცხენს რა უყო? მაგას ეშველება. Я думаю, что ищут его. გონი მაგას ეძებენ. შენ წადი, დაიგარგე. ცხენს მე ამოგიყვან. აჩერადლი! აჩერადლი! ფული! Что вы делаете? სად არის ფული? Окроулоба! Окроулоба! Осторожно! Осторожно! Смейте прикасаться ко мне! Не волнуйся, дорогая. Отдай все. Берите все, только не убивайте! Не убивайте! Помогите! Мелоди Аркала! Мелоди Зерцва! მოგწონი არ ყავს, ხო?
ინებეთ. Благодарю вас. Благодарю. შვიდობით გევლოთ. Благодарю. მითხარი ახლა. მითხარი სადიმალება მეულუდი. ამოიღე ხმა. გადაეცი მეულუს რომ აბასთუმანი ჩემია, გესმის? ჩემია. აღარ გაბედოს იგი წასვლა. თუ არ დამიჯერებს, თლად გადაგბუგავთ, გესმის? სოფელს გადაგბუგავთ. შეიყვეთ საქონელი სოფელში და ხალხს დუუბრუნეთ. გასაგებია. მომყევით. ჭკარა. თქვენც გაგავით ამან. მეულუდმა დაგიბრუნოთ ხალხო, მეულუდმა. მეულუდა. აგაშენა, ღმერთმა, აგაშენა, მოდი, მოდი, ჩემი ბოჭოლი აკა, მოდი, მოდი, მოდი. აუ ბოჭა. ეგონა. ვინ არის? მე ვარ ფატი. ფატი. როგორ ხარ ფატი? მე რა საკითხავი ვარ მეულოდ? შენი ამბავი მითხარი. ფრთხილად იყავი. შევქეთ აღა დაგეძებს. ყაზანჯოღლის ერიდე პოლიციაში დაუწყია მუშაობა. გემუქრება. მეშინია მეულოდ. გეშინია ფატი. ძალიან მომენატრეთ ფატი. მეც სიზმარში მგონია თავი. აფერაა ჩვენი ყაჩაღი. კარგად.
ოიდა ნანა, ოი ნანა, ქედა შუხელ ხულოიდანა. ვაშკაცი ვარ, მამი, შემომხედე, 4 კვილი ამომერი. კარგი დაანებენ ვაწოლებ აღანას. ჩუ. გუღე გარები. ამ შუაღამისე რა გინდა ჭო? სადაა მევლუდი? რა მოგივიდა თევრად? ვიცი რომ აქ არის, უნდა ვნახო. საჩქარო საქმე მაქვს. გესმის, აუცილებლად უნდა ვნახო. შემოდი. მევლუდ. რა არის პატი? მევლუდ გაიქეცი ჩქარა, თავს უშველე. რა მოხდა? ამას ახლის მათაგინახა. ცხენოსანი გაგზავნა ურიადნიკთან. დასაბეჭებლად. იჩქარე მევლუდ, აქ არ მოგისრო. გაიბიჭი ხარ თევრად. გაიქეცი ხლა. მევლუდა, იარაღი გადმოყარე ფანჯრიდან და დაგვდებდი. ხალბაღანას უნდა მოხოცინე პილუბრალო. ბაღანას მიხედე პატი. ალიგაუშე. სად არის შენი ქმარი? არ ვიცი. არ იცი? არ ვიცი მეთქი. აბა, გაჩერიგეთ. ჩქარა. არავინ არა. აქაც არავინია. აბა, დავიდეთ. შევკეთ აღა, არავინ არა. დავაივალეთ. აბა, იარე. ჩქარა. აკეთ. სად არის შენი ქმარი ხალო? არ ვიცი მეთქი. ღორი შვილებო თქვენა. რას მერჩით? რა გინდათ ჩემგან? წაგიყვან მაზრაში. შაგაგდებ დილეგში და სანამ შენი ქმარი თავის ფეხით არ მოეთრევა მზის სინათლეს არ დაგანახებ. წაიყვანეთ. ვიღაც კაცი გეახლად, ბეგო. შემოსვლის ნებართვას ხოვლობს. ვინ არის? კობულეთელი თავდგირიძე ვარო, ასე ამბობს. მეტად საიდუმლო საქმე მაქვსო. შემოვიდეს? მესმის, ეხლავე. ჩემი უმდაბლესი სალამი ტოპამბეკ. აბადია და მუდროდროშაც უხება, მარა ეტად საჭირო საქმეზე ვარ მოსული. უნდა მომისმინოთ. დაბრძანეთ გისმენთ. საიდუმლო საქმე მაქვს ტოპამბეკ. თქვენი წინაპრები უდამ წესისა და ადათის პატივის მცემელნი და მისი დამცველნი იყვნენ. ცუდს არაფერს იკადრებდნენ. მერე? მტრის დანდობაც იცოდნენ და მისი ფასიც. თქვენი ბრძანებით შევკეთ აღა მომწეო ქალი და მისი აკუნის ბაღანა ჩაამწყდიან აობახში. არ გეკადრებათ ეს ტოპანბეკ. რას ამბობ, რომელი ხალი? მევლუდია სამი წლის ქალბაღანა. პირველად გესმით? ჩერჩი მართლა პირველად მესმის ეს ამბავი. მეორეც ვინ ბრძანდებით რომ ასეთ ლაბარაკს მიბედავთ? მევლუდია სამი ძე გახლა ვარ. აქ მოსვლა როგორ გაბედე? გაჭირვებასად არ მიგიყვანს კაცს.
ხალბაღანას გაგინთავისუფლებ, მაგრამ აქაურობას უნდა გაეცალო. აქ ჩამოხრჩობა არ აქცდება. გოლიცინის შენს დამჭერს 5000 მანეს პირდება ჯილდოთ. არ გაპატიებს აბასტუმის ამბავს. გაუსვლელობა არ ეწყობა. მოგიდე ხელი სოლშუს და გადადი ოსმალეთში. ფულს მოგცემ წერისაც გაგადან. ჩვენებურები კარგად შეგხვდებიან. არა თოფანბეკ. ჩემი დიდი პაპა ალი მირზა დიასამიძე ასპინძის ომში ხლებია ერეკლე მეფეს. ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში სისხლი დაუღრია. მე სად მისტუმრებ თოფანბეკ? გაღმა რა მინდა? ჩემს მიწაზე უნდა მოვკვდე. მე ჩემი გითხარი. ხალბაღანას კი გაგინთავისუფლებ. შენ სიკეთეს არ დავივიწყებ. მთელს ოლქში გენერალურ ყაჩაღები დათარეშობენ. თქვენ კი არავითარ ზომებს არ იღებთ. გოლიცინმა გამომგზავნა დამსჯელი რაზმით დავიჭირო ავაზაკები და სახრჩობელაზე ჩამოვკიდა. თქვენი მოვალეობა თოფანბეკ დამეხმაროთ. თქვენით არა აკმაყოფილი მთავარმართებელი გოლიცინი. დაგარგავთ მის ნდობას. თქვენს მაზრაში დათარეშობენ დიასამიძის ავაზაკები და თქვენ კი არავითარ ზომებს არ იღებთ. მოიწადინეთ, თორემ იძულებული იქნება შეცვალოს ხელმძღვანელობა. მოიცილეთ უარგის იმსახურები. სოფლებში ხალხი მოგთამეთ. გოლიცინმა დააწესა ჯილდო 5000 მანეთი ოქროთი, ვინც მეულუდის დაჭერაში მოგეხმარება. ეგ ავაზაკები ციხეების და სახრჩობელების ღირსია. აზაგებია? საქმე შეუდექით. ყაჩაღი რომ მომს გამოუცხადებს თავრობას ცუდად აიმის საქმე. არ შეიძლება მაგათი გადაკიდება. ძაღლებივით ამოქოცავენ. მაინც მიდიხარ ხომ ილიას? არ ხარ მართალი შენ ილიას არა? ვერ ხედავ რომ შენი ტყავი 500 თუმანი დააფასეს. ვერ აღირსებიან მაგას. სანამ ჩემ ტყავს შეიგდებენ ხელში, მაგათ ტყავს გავახმობ და ქალამრებს შევკერავ. შვიდობაში მოგეხმაროს. მე თავი დამანებ. საითაპირებ მაინც წასვლას. მე ყაჩაღი ვარ და ყაჩაღურად მინდა ვიცხოვრო. კარგად მენახეთ. კარგად იყავი. ო, ნუ გრებოსულა, ნუ გრებოსულა. დაჭრელი მოუდა. ახვალ თაში იაილებზე და ბებერი მწყებში რომა ნიაზი კიწისქვით ჩამომიყვანე და შევკეთ დღეები მოჩხრიგე. ყაჩაღების სკოლს თუ მიაგენი, უჩემოთ ნურაფერს გააკეთებ.
სასწრაფოდ შემატყობინე. თქვენო კეთილშობილება, კაზანჯოღლი შემოვიდა ჩვენ სამსახურში აგერიცის ქვემოთ. კაზანჯოღლი? მევლუდას მტრობს. დიდად დაგვეხმარება მის შეპყრობაში. რაღაც ნამედარი მოწადინებული ხარ, ხო იცი? თხილად იყავ იმ 5000 მანეთმა კბილები არ მოკვეთოს. ჯილდოზე არც მიფიქრია თქვენო კეთილშობილება. აბა აქამდე რატომ არ ირჯებოდი აგრე? რატო ეძინა? მიხედა საქმეს. ადოქი ჩქარა! რა ამბავი? რა მოხდა? გამაგრდით ბიჭებო. დაცეკი ბაბა. ნუ გეშინია. განმოყარეთ იარაღი. გასვით? ახია ჩემზე. და მომეკლა ძაღლი. ხილეთ მეულოდ. გავყიდეს მეულოდ. გამაგრდით ბიჭებო. ალყაში ვართ. ბევრი არიან ერმილე. რა ვქნათ? და გაუძლოთ. სალაპერში სული გვიდგას. იმეც რომ დავკარგავთ ბიჭებო. რა მოხდა? რა იყო ერმილე? გამოდი ლუკრი. ერმილე! ერმილე ბიჭო. მეგლუდუშვილი. რა იყო ერმილე? ერმილე. გურიას მიმიხედე მეულოდ. ნუ გაშინია ერმილე. ნუ გაშინია ბიჭო. ბაბაი. უთქო.
თქვენი შილიათ ბიჭებო, გამაგდით, აქავარ! გამაგდით ბიჭებო! ილიასსა დაბრუნდა ბიჭებო! მევლუდა! დაგვინებდი სიცოცხლე თუ გინდა? რამდენად გიყიდეს? მეკირე ფენდი. გაგოჭეთ. გაჩრიკეთ ფაცხა. დაივალეთ. აბა, ადექი. გამომძიებელი მოვიდა. რაღა უნდა გამოიძიოთ? სხვას არაფერს გთხოვთ. მხოლოდ ერთი სიტყვით დაგვიდასტურეთ, რომ ბათუმის კომიტეტი, მისი მომხრე მუშები ყაჩაღებთან ახლო კავშირში იყვნენ, გავალებდნენ თავდასხმების მოწყობას, ფულის გატაცებას, მეფის საწინააღმდეგო აგიტაციის ჩატარებას გლეხებში. დანარჩენს ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ. სასჯელს გაგინახევრებთ და ამით თავს გადაირჩენთ. თორე მიცოდეთ, საღრჩობელა არ აგწდებათ. ტუტუცები ყოფილხართ. მე არც მუშებს ვიცნობ და არც კომიტეტის არაფერი არ ვიცი. ჩემი ამხანაგი თოფი იყო, ჩემი საბუდარი ტყე. ტყვია იყო ჩემი ძმა და მეგობარი. ეს არის ჩემი სიმდიდრე მთლად. ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ გვინდოდა შენი სასჯელის შემსუბუქება. სჯობდა დიასამიძეს დაედასტურებინა ეს ფაქტები, თორემ თუ ყველაფერი იცით
თავი დამანებად უკანასკან წუთებს ნუ ხარ მიმწარებთ. თქვენ უარყოფთ, რომ ბათუმის კომიტეტის დავალებით მოქმედებდით, რომის წევრებს იცნობთ. შემეკითხეთ ის, რაც მე შემეხება. დანარჩენს ნურაფერს ნუ მეკითხებით. სხვის დანაშაულს მე არ მივიღებ და არ ჩემშასი დუდებ წილს ვინმეს. ნახოთ. Господа судьи, перед вами стоит ბატონო მოსამართლე. разбойник, თქვენ წინაშე დგას მძარცველი, неисправимый კვლელი, აბაზაკი, который осмелился поднять руку. რომელმაც ხელისუფლებაზეც კი აღმართა ხელი. Ваша обязанность. ჩვენი მოვალეობაა გადავარჩინოთ სახელმწიფო საზოგადოება ვიხსნათ მამული სამშობლოს მტრისაგან. მისი დანაშაული დამტკიცებულია. მე, როგორც პროკურორი, დამნაშავეთა მიმართ სასჯელის უმაღლეს ზომას მოვითხო. ჩამოხრჩობას. ერთი სათხოვარი მაქვს. Говорите. Ну, კურია. ჩემი რაზმის წევრი არ არის. მამამისის. ერმილე მამალაძის სანახავად ამოვდა იქ ჩემთან. მიტომ იყო ბანაკში. განთავისუფლეთ. Слово предоставляется სიტყვა ეძლევა დამცველს პორუჩიკ დუბროვსკის. ბატონო მოსამართლენო. მე როგორც დამცველს არ შემიძლია უარყო ეს ბრალდება. მით უმეტეს რომ ბრალდებული ღებულობს მას და არ უარყოფს. მაგრამ სასამართლოს ვალია იპოვოს დანაშაულებათა მიზეზები. ბატონმა პროკურორმა ჩამოხრჩობა მოითხოვა. ჩვენ დავეთანხმებით და განაჩენზე ჩვენც მოვაწერთ ხელს. თუ ბატონი პროკურორი პირობას მოგცემს, რომ მოსპობილი იქნება ამ დანაშაულებათა გამომწვევი მიზეზები. მაგრამ სამწუხაროდ ბატონი პროკურორი ასეთ პირობას ვერ მოგცემს და ჩვენც ვერ დავეთანხმებით სასჯელის ამ ზომას. ჩვენი კანონებით მოსვენებას არ ვაძლევთ დიასამიძეს. ვაიძულებთ დღეს შეაფაროს თავი. მაგრამ იქაც არ ვასვენებთ. თავს ვესხმით. თუ მოვკალით, კვლელს ვაძლევთ ჯილდოს 5000 მანეთს ოქროთი. თუ დიასამიძემ მოკლა, მის დაპატიმრებას ჩამოხრჩობას მოვითხოვთ. სად არის აქ ლოგიკა? ამის პასუხი სასამართლომ უნდა მოგცეს. ჩვენი მოვალეობაა დავგმოთ მიზეზები, რომლებმაც მიიყვანეს დიასამიძეს სასამართლომდე. ჩვენ კი არ უნდა დავსაჯოთ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი. არამედ უნდა მოვსპოთ უსამართლობა და მისი გამომწვევი მიზეზები. მე დიასამიძის გათავისუფლებას არ მოვითხოვ, ეს უაზრობა იქნებოდა. მე მოვითხოვ ბრალდებულს მიესაჯოს 10 წლის კატორღა. Слово предоставляется обвиняемому Ясамидзе. Ваше последнее слово. ჩემთვის მშობლებს კაცის კლა არ უსწავლებიათ. სასამართლომდე მე უსამართლობა მომიყვანა. უსამართლობის გარდა ჩემს ოჯახს ვერაფერი ვერ დააქცევდა. მე პატიოსანი აჭარელი გლეხის ოჯახი მზდიდა. აჭარელები მდიდრები არ ვართ. სიღარიბე გვიხუთავს სულს. გვაკლია სასმელი და საჭმელი. ტანი და ფეხი, მიწა და წყალი. მაგრამ სინდისი არასოდეს არ მოკლებია. პატიოს ნება ფულზე არასდროს გიგვიყიდია.
Прошу встать. გთხოვთ ადგეთ. სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად. როგორ გონია რას გადაწყდა სასამართლო? Потом суд. სასამართლო მთავარ მართებლის სურვილს დაემორჩილება. Будет веселиться. ჩამოახჩობენ. Я не сомневаюсь. ეჭვიც არ მეპარება. ვინ არის ეს დუბროვსკი? Видимо, не глупый. ეთყობა კეთილი და პატიოსანი ადამიანია. Порядочный человек. ამბობენ პეტერბურგიდანაა. აქ როგორ მოხდა? ჩემო ძვირფასო. ახლა რაც უფრო პატიოსანი ადამიანი, მით უფრო მოკლეა მისი გზა კავკასიისკენ. გახსოვს ჩვენი შეხვედრა მასთან. მაგას რა დამავიწყებს? Выйдем. გავიდეთ. დამბაქო მიდამოწიო. გთხოვთ ადგეთ. Прошу встать. სასამართლო მოდის. Суд, согласно установленному его императорским величеством законодательству, მისი უდიდებულესობის იმპერატორის კანონმდებლობით სასამართლომ განიხილა მევლუდ დიასამიძის და ნუკრი მამალაძის საქმიანობა და ცნო მათი დანაშაული. დამნაშავეებს მიესაჯათ 10 წლის კატორღა. ბატონო დუბროვსკი, Позвольте мне. მიიღეთ ჩემი მადლობა მევლუდის დაცვისათვის. ჩემი მადლობაც მიიღეთ. გახსოვს ჩემი სიტყვები? ჩემთვის დაგეჯერებინა ახლა აქ არ იქნებოდი საკანში გამომწვრეული. ცუდათაა საქმე მევლუთ. მაშინ არ დამიჯერა სიკეთე მინდოდა შენთვის. შეცვალეს განაჩენი. ჩამორჩება მოგისაჯეს. მაგათ არც აღჭობელები, არც ციხეები, არც იმბირი, არც ვორკილები არ უშველით. განაჩენის სისრულეში მოყვანა ხვალისთვისაა დანიშნული. საჯაროდ უნდა ჩამოგახსჩონ ორივე. ამიტომ მოვედი. ვაჟკაცობა გმართებს მევლოდ. ცხენები დანგრეულ გალავანთან დაგელოდებიან. თოფანბეგ. ოსმანთან ბრძოლაში ერეკლე მეფეს ჩემი დიდი პაპაც თანახლდა. ერთად იბრძოდნენ. მისი მწყინვალების კავკასიის მთავარ მართებლის ინფანტერიის გენერლის თავად გოლიცინის შუამდგომლობით მისმა იმპერატორობით მოუდიდებულესობამ ბრალდებულებს მევლუდ დიასამიძეს და ნუკრი მამალაძეს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 10 წლის კატორღა შეუცვალა სასჯელის უმაღლესი ზომით
ჩამოხრჩობით. რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოყვანილი სისრულეში და შედეგი ეცნობს მის ბრწყინვალებას გოლიცის მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისათვის მოსახსენებლად. განაჩენი უნდა იქნას მოყვანილი სისრულეში 10 სექტემბერს 1903 წელს. სულაც რომ ვტეხავ ეგეთ გადანგრეულ ხობეზე გადახდი ცხენები გვიცდიან. გიგე? თქონი! უჩქარე, მეულუდ! მეულუდ, ჩქარა! Oi da nana. Oi nana. Keda შუახევ ხულოი დანა. დედო დრინით დამემღერა. დიდგოროზი მთები თანა. მთები ვისთვის თვალსეირი. ვისთვის ჯავრი შიგნიდანა. ვარჯანისთან, ნაჯვარისთან დაჯვარული ქვები წვანან, ქვებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეის ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა, სიზმარ მიბრუნდება, შატბერდი და შორი ბანა, იქ სამთლები ჩემი სისხო, დღესაც კიდევ არ ჩამქრალა, საქართველო, ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, ჩემი ყველა მკუხარება გენაცვალა, შენი სიტყვის სიცოცხლისთვის, ხიხაძირში კიდევ ვდგავარ, შენი ზეცის სიმაღლისთვის, მარადითში ვრანდავ ყავარს, შენი რჯულის საჯილდაოდ, სხალთას ვრეკავ ზარებს, მთავარს, ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი, კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც, იდიდგულე, რომ ამ ფერი აჭარელი ყავდი განა.